და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალა. აღგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლის აღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დიდი მარხვის სამზადისის მეორე კვირიაკე. უძღები შვილის კვირა. ზოგ-ზოგი განმარტებელი იმასაც კი ამბობს, რომ წმინდა წერილში მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი იგავი რო ყოფილიყო, საკმარისი იქნებოდა მთელი შინაარსი დაგენახა წმინდა წერილის გამოცხადების. ანუ როგორია ღმერთი, როგორ ურთიერთობს ის ადამიანთან და რა მდგომარეობაშია ადამიანი და როგორ ხდება, რა პირობებით ხდება ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა. აი ამ ერთ საოცარ იგავში იმდენი საკითხი არის, რაზეც ადამიანმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ დღეს შევეცადოთ მცირე-მცირედ კიდევ ერთხელ გავიაროთ, იმიტომ რომ ეს დღე წელიწადში ერთხელ არის და წელიწადში ერთხელ ძნელია ადამიანმა რაღაცა შინაგანი სრულყოფილი ცვალებადობა განიცადოს. ამიტომაც წმინდა ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეული ყოველ წელიწადს კიდე გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ იქნებ რაღაცას მივხვდეთ. იქნებ ჩვენმა სულმა გაიღვიძოს, იქნებ ჩვენ სულში მოხდეს ჩვენი და ღმერთის შეხვედრა. შევეცადოთ იქნებ დავახლოვდეთ დღეს უფლის მოწყალე მარჯვენასთან. მამის წიაღში ყოფნა. ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე სასურველი რამ, რაც ადამიანისთვის უნდა იყოს, მეტადრე ქრისტიანი ადამიანისთვის. რა არის მამის წიაღი? მამის წიაღი ეს არის ღმერთში ყოფნა და ღმერთში ყოფნა წმინდა ეკლესიაში და მის საიდუმლოებებში. ადამიანი არსებაა როგორია იცით, ის დასაბამშივე ასეთად შეიქმნა. დაუკვირდით ამ თვისებებს, რომელსაც ახლა ჩამოვთვლით და ადამიანი არ შეცვლილა. უბრალოდ სამოთხეში უნდა განეხორციელებინა ის, რასაც ახლა ჩვენ დავასახელებ, მაგრამ სამოთხის ნაცვლად, სასუფეულის ნაცვლად, ღმერთთან ერთად ამის განხორციელების ნაცვლად, ადამიანმა ამის განხორციელება დაიწყო ღმერთისგან მოშორებით, ღმერთისგან განცალკევებით, ეგოიზმით და საკუთარი სიმართლით. ადამიანი არის არსება, რომელიც სამართლიანობა წყურია, ანუ სიმართლეში ცხოვრება უნდა. ვერ იტანს ადამიანი ზოგადად ტყუილში ცხოვრებას. თუ ადამიანის სული მღვიძარეა, მაშინ ის თავისთავად შეუძლებელი არის, რომ ტყუილში ცხოვრობდეს. მას გარკვეული სიმართლის ძიება სურს. ადამიანი არის ამავე დროს განვითარებადი არსება. მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანი არის ეს, როგორც დღევანდელ ტექნიკურ ტერმინს გამოვიყენებ, ადამიანი არის დაწყებული, ესე რომ ვთქვათ, პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს. ადამიანი არის შექმნილი იმისთვის, რომ მან ღმერთი იპოვოს და შემდეგ ღმერთში განისვენოს მისმა სულმა. ადამიანი არის სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის, გარკვეულწილად უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხო იყოს მისი ცხოვრება.
ადამიანი არის დაცულობა ჭირდება მას და ასეთი არსებაა ზოგადად ადამიანი და ღმერთთან როდესაც ვიყავით ჩვენ აი მამის წიაღში როდესაც ვიყავით ადამიანი ჩვენ ვერც გვგრძნობთ ამას აი რა მდგომარეობაში იყო ზოგადად ადამიანი 60-ისეულ მდგომარეობაში ჩვენ ამას ვერ გვგრძნობთ არც ვიცით რა არის ეს და აი ეს თითქოს ბნელ ოთახში ადამიანი რო რაღაცა ნივთს ეძებ რაღაცა რო გინდა რომ აიღო და ნახო და არ არის სინათლე რომ დაინახო ეს ყველაფერი აი თითქოს ჩვენ ადამიანები ესე აი ახალშობილი კნუტები ვით რომელსაც თვალი დახუჭულია და სინათლეს ვერ ხედავ აი ამ სიტუაციაში გვინდა ჩვენ დავინახოთ ის რასაც ჭირდება გარკვეული სინათლე ანუ აი ამას ამ ყველაფერსაც ჩამოთვალეთ ამის სრულყოფილად შემეცნებას და სულში დამკვიდრებას გარკვეული სინათლე ჭირდება და ესე უსინათლოდ დავდივართ ჩვენს ქრისტიანები და ამ წუთის სოფელში ვეძებთ იმას რასაც მოკლედ მოვაკლდით მარადიულ ცხოვრებაში როცა აუმხედრდით ღმერთს და ეს მოხდა აუმხედრდა ესე რომ ვთქვათ უძღები შვილი მამის წიაღს და უთხრა რომ მომეცი მე რაც მერგება მომეცი მე ის რაც მომეცი ანუ როგორათა შემქმენი ანუ ხატებად ღვთის ხატებად ხო შემქმენი და საოცარია ღვთის სიყვარული და მამობრივი სიყვარული რომ ის მას ატანს ის არ ჟჯის მას ეუნება წაიღე იმიტომ რომ ეს დასაბამიდან ესეთად შექმენი შენ და წაიღე იმიტომ რომ ეს შენ გეკუთვნის და შენია და მას შემდეგ გამოვიდა ადამიანი და დაიწყო საკუთარი სასუფევლის შექმნა სასუფევლის ბჭყალებში ამ სამყაროში ხშირად დავდივართ ჩხუბობთ ერთმანეთს ვეკამათებით ვიღაცა იმისთვის სიმართლისთვის იბრძვის ვიღაცა გარკვეულწილად რომ შეეკითხები რა გინდა მინდა რომ აქვე სათასასუფეველი იყოს და აქვე ადამიანებმა 60-ისეულ მდგომარეობაში იცხოვრონ და აი ამ დომამ თითქოს კეთილმან დომამ ადამიანისა რომ მე მინდა რომ ესეთი იყოს სამყარო საუკეთესო კარგი 60 იყოს აქ მიუხედავად იმისა რომ უფალი გეუნება სახარებაში რომ სამყარო ესე ბორწუთისოფელი ესე ბოროტსაზე და დგას უკეთ უმე შემიწყნარეს თქვენ შეგიწყნარებენ ანუ ქრისტემ გითხრა რასაც მე გამიკეთებს ეს წუთისოფელი იგივეს გაგიკეთებ თქვენ და თუ კი ამ წუთისოფელმა თავის დროზე ქრისტე ვერ მიიღო შეიძულა დღესაც მას ძულს ონტოლოგიურად ძულს ქრისტე ქრისტიანობა და ის ჯვარსაცვა და სამარცხვინო სიკვდილით მოკლა აი ამ სამყაროში როდესაც შენ თავში აზრი გებადება იმისა როგორც ამ უძღებ შვილსო გავალ ეხლა მამის წიაღიდან და მე რაც აქ მამასთან მქონდა ამაზე უკეთეს ცხოვრებას მოვაწყობ გარეთ აი ეს ემართება დღევანდელ ადამიანს დღეს ადამიანმა არ იცის რა არის სასუფევლის მოქალაქე არ იცის როგორი უნდა ვიყო რა მომიწევს იქ რა ცხოვრება იქნება იქ მამის წიაღში რომ დავბრუნდები რომ ივალ რა უნდა უთხრა მამას რა უნდა გავაკეთო იქ რას აკეთებენ აი ეს წმინდანები რომლებიც ხატზე არიან გამოსახულები იქ რას აკეთებენ დღეს მე აქ ვაკეთებ რამეს ისეც რასაც მამის წიაღში უნდა აკეთებდნენ და იმ ადამიანმა ეს კვაზი სასუფევლის საკუთარი აზრების ფიქრების გარემოცვაში დაიწყო აი ამ დედამიწაზე თავისთავად სასუფევლის ბჭყალებში შექმნა პირველი მამა ადამი ევა მისი შვილები უკვე შვილობაში მოხდა შვილებს შორის განხეთქილება პირველი მკვლელობა კაინი წავიდა და დაიწყო ცივილიზაციის დაარსება კულტურის შექმნა აი ამ დროს დაიწყო თითქოს ადამიანი აი ესე ხო გეუნებით აი ახალ დაბადებული იმივით რა ქვია ლეკვივით ან კნუტივით აი ესე რომელსაც ნათელი არ გააჩნია დაიწყო ამ სამყაროში სათასასუფევლის თითქოს შექმნა და ამ ყველაფერმა კაცობრიობას ისე იგი ამ კაცობრიობას მისცა გარკვეული გამოცდილება და ადამიანმა დაიწყო რა დღეს ვინ არის კარგი ადამიანი ანუ ესე რომ ვთქვათ ის ვინ არის ესე რომ ვთქვათ კარგი ქრისტიანი ადამიანი როგორ ითვლება ვინც მეტი იცის ღმერთზე თუნდაც ვინც მეტად განსწავლულია და ნასწავლია დღეს ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან გარკვეულწილად რაღაცებს და უბრალოდ ვერ ხვდებით ერთ რამეს რომ
შენ შექმენი შენი ჭეშმარიტება. აი, გახსოვდეთ, დღევანდელი იგავის საკვანძო მომენტი არის ის, რომ ადამიანმა შექმნა საკუთარი ჭეშმარიტება. ადამიანმა შექმნა ღმერთზე უფრო მაღლა დააყენა საკუთარი აზრები და მინდა გითხრათ, რომ დღეს იშვიათია ადამიანი ტაძარში მოდიოდეს სასწავლებლად. უმეტესობა თქვენგანი, თითქმის ყველა და მით უმეტეს ვისაც 2-3 რაღაცა წიგნი წაეკითხა ან რაღაცა მის ცხოვრებაში გარკვეულწილად რამე გამოცდილება, როგორც წეგან გითხარით, ანუ ეს გამოცდილება შეიძინა, ის ადამიანი აქ სასწავლებლად კი არ მოდის. ის ადამიანი აქ ვინმეს რო ასწავლოს ამის გამო მოდის. და დღეს ჩვენი ზოგ შემთხვევაში მოწოდებაც არის, რა თქმა უნდა, სამოდელო დასისა და სამოდელო დასიც ამითი ვარ დაავადებული, რომ ჩვენ აუცილებლად ეს რაღაცა სიმართლე უნდა გაგვაჩნდეს და ეს სიმართლე უნდა ვასწავლოთ ადამიანებს. და ეგ მოდის შემდეგ ინტერესთა თითქოს დაპირისპირება. მოვდივარ და ერთმანეთს ვეუბნებით და ვესაუბრებით იმ ტერმინებით, იმ რაღაცებით ვესაუბრებით, სადაც სახარება და წმინდა წერილი არ არის საერთოდ. ადამიანი ტაძარში მოდის არა იმისთვის, კიდევ ვიმეორებ, რომ წმინდა წერილი მეტად შეიმეცნოს, სული წმინდის მადლი მიიღოს, მეტად სიღრმეში ჩავიდეს, სათა სასუფეველის მოქალაქე რო იშვას მასში. არა, აქ მოდის თავისი სიმართლით, თავისი ჭეშმარიტებით. ადამიანი წიგნსაც კი, როდესაც კითხულობს, თუნდაც ასკეტურ ლიტერატურას, თუნდაც ისტორიულ წიგნებს, თუნდაც ბიბლიას კითხულობდეს, რისთვის კითხულობს, იცით? განა იმისთვის, რომ შეხედე, კაცო, აი ამის ფონზე რას უგავარ მე? შევხედე, წავიკითხე ისტორია და მივხვდი, რომ ჩემი თანასოფლელი და ჩემი მეზობელი კი არა. რას უგევარ მე? ჩემი წინაპრების შუქზე ვინ ვარ მე, რანაერი ვარ უბრალოდ? როგორი რწმენა ქონდათ მათ, როგორი ურთიერთობა ქონდათ მათ ღმერთთან, მოყვასთან, სამშობლოსთან და მე რას უგავარ, რანაერი ვარ? და თვალებში წრემლი ჩაგადგება ამ დროს და გარბი ხარ ლოცვისთვის, ღმერთო, გევედრები, შემცვალე და სხვაგვარი გამხადე, მაგრამ დღეს ადამიანი საქმეს აკეთებს, რავი, ისე იგი რაღაცას კითხულობს თუ რაღაცას, ანუ იმისთვის აკეთებს, რომ სხვას ასწავლოს, განა თვითონ რომ შეხედოს და გახდეს უკეთესი, არა, უკვე ის ხო უკეთესი და კარგი, ეხლა დროა სხვასაც ასწავლოს. და აი ამ სულისკვეთებამ გაიყვანა უძღები შვილი მამის წიაღიდან. აღარ აინტერესებდა მამა, იმიტომ რომ მე ვიცი უკვე ყველაფერი, მე უკვე იმდენი რამე ვიღე, მომეცით ჩემი რაც მერგება. წავედი ეხლა მე და აი ამ წუთის სოფელში ქრისტიანობა უნდა ვიქადაგო. თქვენ ფიქრობთ ის ადამიანი იმიტომ გამოვიდა იქიდან, რომ მას ისე იგი მეძავებში უნდა რომ წასულიყო? მას არც კი იცოდა, მან არც კი იცოდა ესეთი რამე რო არსებობდა. რომ მამის წიაღშია გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის საოცარი სამოსელი პირველი. არც იცის, რო ელაპარაკებიან მას, რა ქვია, ისე იგი რო ელაპარაკებიან, არც კი იცის, ქალებიც არსებობენო. ისე იგი არ იცის იქით რა ხდება, გარე სოფელში არ იცის რა ხდება და აი ეს უძღები შვილი გამოდის ინტერესის გამო და რის გამო იცი, ხა უნდა გავიდე მე, თან შევიმეცნო და თან მე რაც ვიცი ის ვასწავლო ადამიანებს. აი წდება მამის წიაღს ამ დროს ადამიანი, იმიტომ რომ თავში უკვე აქვს საკუთარი სიმართლე, საკუთარი აზრები და ფიქრები და რატომ ჭირდება ეხლა მთავარი რა არის? რატომ გვინდა ჩვენ ეს ფიქრები რო გვაქვს, იცით? იმიტომ რომ ამპარტავნები ვართ და საყრდენი მჭირდება. აბა გამოიცალე ეგ საყრდენი. აბა თქვი უბრალოდ რომ მე არაფერი არ ვიცი. აბა თქვი რომ მე ღვთის არა ისე რომ ანუ ფარისეულურად რომ ყველანი ვიტყვით, ყველაზე უღირსი მე ვარ, ყველაზე ცოდვილი მე ვარ, ამ ისე იგი ფარისეულურად ადამიანი თითქოს ყველაზე ცოდვილი, ყველაზე ესეთი ვარ გულში რომ ჩაიხედო ადამიანი, ამასაც მაგიტო ამბობს რომ ყველაზე უკეთესი უნდა რომ იყოს. იმიტომ რომ ნახე როგორი თამდაბალი ადამიანი. და ეს აი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საკუთარ თავს, ანუ რა უნდა, დაცულობა ჭირდება. რომ მე ჭეშმარიტებაში ვარ. ეხლა რომ ვინმე მგითხრა თქვენ რომ არ ახარ ჭეშმარიტებაში, ვინმე რომ ქრისტე რო შემოვიდეს აქ, ეხლა როგორც წინა ქადაგებაში გითხარით, აძონძილი, დაკონკილი ადამიანის სახით,
და აქ ქრისტეს სიმართლის ქადაგება დაიწყოს, რომელი თქვენთაგანი მიიღეს მას, პანღურით გააგდებთ აქედან ყველანი. და მათ შორის მეც, იმიტომ რომ სახურებაში გიშლის ხელს. არადა ის თუ მოვა აქ, რომ მოვა, გეუნება, ქრისტეს სიმართლეს გეუნება და შენი ეს ჩაკირულ თავში, გულში, მოკლედ, ეს შენი ესენი ხო წმინდა არის უკვე. შენი აზრები ხო, არც განიხილება, ეს არის წმინდა აზრები. ეს შენ ხო უკვე იცი, დარწმუნებული ხარ, ისტორია იცი, ისიც, არადა არაფერი არ იცი სინამდვილეში, როგორც ქრისტიანმა. და აი ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ამას გეუბნები, დღეს თუ ადამიანმა მარხვის პერიოდში ეს არ გადაწყვიტა საკუთარ თავში და არ თქვა, რომ მე არავინ არ ვარ და არაფერი არ ვიცი. ღმერთის წყალობის გარეშე არაფრის კეთება არ შემიძლია და უფალო მოდი ჩემთან და შემაძლებინეს. თუ არ დაიგლახაკე ადამიანმა საკუთარი სული, რანაირი ქრისტიანი ხარ? რომელი ქრისტიანი ხარ? უძღებიშვილი სიგავმა გაჩვენა. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ამ წუთის სოფელში არის გამოსული და გარკვეულწილად რაღაცა გარკვეული ცოდნა გაგაჩნია თითქოს ქრისტიანობაზე და ეს უარესი არის შენთვის. რა იშვა, როგორი აზროვნება იშვა ჩვენში მე? ეს ფული, რომელიც ამ ადამიანს გააჩნდა, უძღებ შვილს, ეს არის გარკვეული ქონება, ცოდნა, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. ამან შვა რა იცით? დღევანდელ დღეს სამყარო თითქოს შეშლილია და რო შეხედავ მართლაც ესეა. ის რაც რეალურად უსჯულოება და ცოდვა არის, ეს გამოცხადდა უკვე ნორმად ჩვეულებრივ. ადამიანი თითქოს გონებიდან გადავიდა. ღმერთს მოწყდა თუ არა, უძღებიშვილივი თელი სამყარო მოწყდა თუ არა ღმერთს, შეიშალა ადამიანი. რო დააკვირდები ადამიანებს, რა ღირებულებებს და რა ფასეულობებს აცხადებენ ნორმად და ამავე დროს აუცილებლობა და სიწმინდე, გადაირევი ადამიანი, უბრალოდ იტყვი, რომ რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ? თუ თაშყიას მდგომარეობა მახსენდება, გახსოვთ იქ რო არისო, რა დაგემართათ ხალხო? რა გიყოთ ამ ისე მოსასპობმა თაბაგარმა რო უნება, რა დაგემართათ, რა დაემართა კაცობრიობას, რა დღეში ჩავარდა და ჩვენ ნახეთ რა დაგვემართა ჩვენ. ჩვენ ყველანი ძალიან მძიმე ცხოვრებიდან მოვედით ბევრი. მე ახსარებებს ვისმენ ხომე, არ საუბრობ აქ, ბევრი მომისმენია ზოგადად. ღვთის წყალობაა ეს, რომ მონანულ ადამიანს ოდესაც უსმენ. მაგრამ უამრავია მკვლელობა, ქალბატონების მიერ ისე მამაკაცების მიერ ისე მკვლელობა ან თანამზრახველობა, ძიმეცოდვები რო ჩამოთვალოთ, საკუთარ მუცელში საკუთარი შვილის მოკლა, უამრავია მრუშობა, უამრავია ღალატი, უამრავია ისეთი სოდომ გომორული ცოდვები, რომელიც სამყარომ ნორმად მიიღო. კი არის ეს ცოდვები, რომელიც არის, მაგრამ რა დაგვაკარგინა ამან ყველაფერმა? ქრისტიანებს რა დაგვაკარგინა? საკუთარ თავს ვეღარ ხედავ და მათ ფონზე წმინდანები გონია თავი. ყოველ დღე ადამიანს აღარ აქვს ძალა, რომ სინანული კონდეს, რომ მე როგორი ვარ ქრისტეს წინაშე, მაგრამ გავიხედავ გვერდზე რა ხდება სამყაროში და ამ შეშლილ სამყაროში წმინდანი ვარ, აბარა ვარ. წმინდანი ვარ. იმიტომ რომ გადახედეთ რას აკეთებს ხალხი, რას ეტრფიან, რას უმღერიან. მე აქ დგევარ მაინც და ყოველ შემთხვევაში ვთვლი მაინც რაღაცას, რომ ქრისტესთან ერთად ვარ. ამიტომ უგრძნობლები გავხდით ყველანი. და ეს უძღებიშვილი, რომელიც ნელ-ნელა მიდის ამ დახჩობისკენ, რომელიც მიდის ამ საქმეებისკენ, რომელიც მიდის შემდეგ მრუშობისკენ და ყველაფერი იმისკენ, რომ ცხოველს დაემსგავსოს მისი არა გარეგნობით, არამედ შინაგანის სულის მდგომარეობით, რომ სული კვდება ამ დროს და სამშვინველი ღარჩება ადამიანისა და ცხოველად არის ადამიანი წარმოდგენილი. აი ესეთ მდგომარეობაში მიდივარ, ჩვენს გახსოვდეთ. ადამიანს, რომელსაც სინანულის განცდა არ აქვს და აქ დგეხარ უბრალოდ თვითკმაყოფილებით, ჩვეულებრივი უძღების შვილი ხარ, ის, რომელიც ნახეთ
სადღაც უძღებიშვილი ბოლომდე წავიდა, მაგრამ შენ სადღაც მამის წიაღიდან გასული ხარ, მაგრამ იქვე ახლოს საზღვრებში ხარ. შენც მის გზასადგა ხარ, მაგრამ თუ არა ღვთისმოწყალება მასზე უარესი იქნები შენ. იმიტომ რომ ამ პარტავნება არის ადამიანის გულში. იმიტომ რომ რა, ქრისტიანი ვარ, ჩემი ფიქრები წმინდა, ცოდნე ვარ, აი ეს გვჭირს დღეს. აი ეს დაავადება, საშინელი დაავადება ჭირს დღევანდელ ეკლესიას, დღევანდელ ეკლესიის წევრებს და არა მისტიურ სხეულს. და ამიტომ აი ჩვენ გარკვეული მოხსნათ ესენი, ძალიან გთხოვთ, აი დღევანდელ დღეს ერთადერთი რამეა, რომ ჩვენი ცოდნას და ჩვენი ყველაფერის თქვა, რომ არაფერია ეს ღვთის წინაშე, აბა მოხსენით რომელიმე. აბა უბრალოდ დადექით, არაფერი ვიცი უფალო. არაფერი არ ვიცი მე, მასწავლე კიდევ ერთხელ. ვან თავისუფლებ ჩემს ყველაფერს შინაგანად და მე მინდა შენთან ერთად ყოფნა და შენს გვერდზე ყოფნა. და თუ ამას გააკეთებ ადამიანი, მე ხვდები, იცი რა საოცარი რამე ხდება, რა ხდება, იცი? შენი ბჭყალებში ეს წმინდა მცნებები, რომელიც შენ თვითონ გამოიგონე, რაღაცეები რო თითქოს გამოცხადებით მიიღე, რაღაცეები რომელსაც სადღაც მოხვედი, ყველაფერი, ანუ გაცამტვერდება ყველაფერი გაცამტვერდება. შენი წარმოდგენები ყველაფერი ნულამდე დავა, აი გაცამტვერდება და აი ამ დროს იშვება რა, აი ეს დაემართა უძღებშვილს. გონებას მოეგო. სანამ ამას არ გააკეთებ, გონებას ვერ მოეგებით, გახსოვდეთ. ვერ მოეგები ადამიანი გონებას, იმიტომ რომ საკუთარი სიმართლე, რომელითაც ადამიანი დადის და დღეს სრბოლობს და ადამიანებს ასწავლის, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რომელიც შეიძლება ქრისტიან ადამიანს ჰქონდეს. და საბოლოო ჯამში როგორ ახარ იცი? დაცული ხარ. რისგან ხარ დაცული იცი? შენ არ გაქვს ჭეშმარიტება. ადამიანები, რომლებიც შენს გვერდით არიან, მე მიგრძვნია ეს. რომ აი რაღაც ადამიანს ელაპარაკები, რაღაცას ასწავლი თითქოს და ახვედი რაღაცა იქამდე. აი დღეს რო აიღოთ ხო, ამდენი ადამიანია, ვინც გისმენს, თქვენ მისმენთ, იქ უამრავი ადამიანი, საშინელი სიმძიმეა ეს ჩემთვის, იმიტომ რომ მუდმივად თითქოს შინაგან ტონუსში ხარო, ვიღაცას რაღაცა უნდა უთხრა, როგორ მომენატრება ხანდახან აი თქვენს ადგილას სადღაც კუთხეში ვიდგე და წირვას ვისმენდე. უბრალოდ ჩვეულებრივი ქრისტიანები და ვიღაცა რაღაცას გარიგებდეს. ოდესაც სამუდამთავრო წირვა ახომ ეს არის საოცარი, რომ დემთავარი ოდესაც წირავს დგეხარ და წირვასაც ისმენ და მე შეგიძლია რომ თქვა ქადაგება მოისმინო, ვიღაცის ისე იგი ნათქვამი მოისმინო, რომ დამდაბლდე ადამიანი. ერთ კითხვას დაგისვამთ, რომელი წიგნია თქვენი გადაშლილი დღეს, ავტორი რომელსაც კითხულობთ. უამრავი თქვენთაგანი ამას ვერ მეტყვის. არ საზრდოობთ საერთოდ ქრისტიანული არაფრით, ამიტომ საკუთარი სიმართლით დადიხართ. საკუთარი სიმართლით არა მხოლოდ თქვენ დადიხართ, თქვენ შვილებს ზრდით ამ საკუთარი სიმართლით. და როგორი ეგოისტები ძვითონ თამდაბალი ფარისეულად ისინი ისე თამდაბლები ვართ, ასეთ ფარისეულურ თამდაბლობას სწავლობენ და ხედავენ ჩვენი შვილები ჩვენგან და არადა შინაგან ამ პარტავნებას ხედავენ, მე რო იზრდებიან, კაცო, ეს ვინ არის, რანაირი ადამიანია ეს, როგორ შეიძლება ეს ორი რამე ერთ ადამიანში თავსდებოდეს, ისინი ყველაზე უკეთესად ხვდებიან და ხედავენ ამ ყველაფერს. და ამიტომ თავისუფლდები, გაინთავისუფლეთ საკუთარი თავი, რომ ჭეშმარიტების მატარებლები არ ახართ, არც მე, არც თქვენ, არავინ. დაიგლახაკეთ თავი და როგორი რამ უნდა იყოს, იცით? კი არ მომისმინეთ. თუ შეგეკითხებიან და გეტყვიან, მაშინ უპასუხეთ. როცა კითხავენ, რომ იცი რა, ეს ხო არ იცი აქ რა არის? კი ბატონო, თამდაბლად. მე შემიძლია გითხრათ, იცი რა, რომ ეს ესე არის. და მანამდე შინაგანად ღმერთს ევედრები, რომ ღმერთო, თუ ვინმეს ვჭირდები და ჩემი და ღმერთი თვითონ გამოაგზავნის შენთან იმ ადამიანს, ვისაც შენი დახმარება ჭირდება. და არა,
აი ეს ამ პარტავნულმა ცოდნა მან გარკვეულწილად რაღაცა იმა ხმალი ამომაღებინა. აბა მოდით ახლა ყველას უნდა ჩემნაირები გაგხადოთ. ყველა ჩემნაირი უნდა გაგხადოთ. იმიტომ რომ მე ვიცი ის რაც არიცი თქვენ და ვერც ვერასოდეს მიხვდებით. აი ეს ჭირს. და როცა თავისუფლდები ადამიანი აი ეს ისე იგი მონანული სინანულში როდესაც ჩავარდა უძღები შვილი აი ეს მოხდა. მიხვდა რომ თლიანად გაცამტვერდა, თლიანად დაგლახაგდა მისი სიმართლე, მისი მოხდენილობა, მისი კაიკაცობა, კაი ბიჭობა, მისი აზრები, ფიქრები, ყველაფერი მიწასთან გასწორდა. ამ წუთის სოფელმა განადგურა. იმათ ვისაც ფულით ზემოდან უყურებდა, იმათი მსახური გახდა. და ისეთი მსახური გახდა, რომ ყველაზე დამამცირებელი რამის კეთება დააწყებინეს. აი რო თქვა რომ ადამიანი, აი რავი, ადამიანათაც რო აღარ აღიქვამდნენ, აი პირუტყვათ აღიქვამდნენ, არა და საიდან დაიწყო? ამის წიაღიდან გამოვიდა. ფული ქონდა, ანუ ენერგია ქონდა, როგორც მატერიალური, ისევე შინაგანი გონებრივი საზრდო ქონდა. რა უყო ეს? სად წავიდა? აი ამ საკუთარი სიმართლით სიარულმა და მამის წიაღში არ ყოფნამ სადამდე დააგდო ადამიანი. და როდესაც ამ საკუთარი სიმართლისგან თავისუფლდები, საკუთარი პატივმოყვარეობისგან, ეგოიზმისგან თავისუფლდები და ვიძახი რომ ჩემი აზრები წმინდა აზრები არ არის. ჩემი აზრები საყოველთაო აზრები არ არის და არავინ არ არის ვალდებული ჩემი აზრები გაითვალისწინოს. შენ თუ იცი, შენ თვითონ იცხოვრე ასე. თუ ვინმე შეგეკითხება, მას ასწავლე. თუ ვინმე დახმარებას თხოვს, მაშინ დაეხმარე. გაიხედე უამრავი დასახმარებელი ადამიანი არის. რამდენია ისეთი ჩვენი კეთილი საკეთებელი საქმე, რომელიც გვეზარება, მაგრამ ეგ ძალიან კარგია, რატო? იმიტომ რომ ეგ ხო ჩვენს ეგოს და პატივმოყვარეობას ასაზრდოებს. იმითი ვერა, ეხლა თუ გავედი და მეზობელს საჭმელი შეუტანე რა, არაფერი არ არის, ვინ დაინახავს, არავინ არ დაინახავს. ან თუ გავაკეთე ხო, ისე იგი უნდა ყველა სოციალურმა ქსელმა უნდა გაიგოს და გადახედეთ დღევანდელ იმას, რა ქვია, ნებისმიერ ადამიანს უმაღლესი კაცრავად ზემოდან მოყოლებული ქვემომდე, სასულიერო თუ საერო. კამერები დაყვება ყველას უკან, ისე იგი ის ვერ გაუკეთებია სიკეთე, რომ კამერები არ მიყვებოდეს ადამიანს უკან და მოგლე თელი მსოფლიო არ იღებდეს რა კეთილი ადამიანი. ესეც იგივეა, ესეც აი პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. და თუ კი როდისმე გადაწყვეტ ქრისტიანობას, აი გახსოვდეთ, რომ აი ეს არის ჩვენი საკეთებელი. უძღები შვილივით საკუთარ მეზე, საკუთარ სიმართლეზე, საკუთარ წმინდა აზრებზე, ბრჭყალებში, საკუთარ ყოვლის მცოდნეობაზე, როდესაც უარს ვიტყვით და როდესაც სიმდაბლე შემოვა უკვე ადამიანის გულში, აი მაშინ ხდება მხოლოდ და მხოლოდ შეცვლა და გამობრუნება. აი ეს არის წერტილი, სადაც დაბრუნება ხდება. მანამდე ადამიანი ვერ დაბრუნდება. და თქვენ უფიქრობთ, რომ იქ აუცილებელია მრუში იყოს ადამიანი და რაღაც ცოდვებს ჩადიოდეს მძიმეს. ამ წერტილამდე უნდა მიხვიდე, უძღებ შვილს ეს დაცემები დაჭირდა, რომ მოტრიალებულიყო, რომ დამდაბლებულიყო. ანუ ეს რაზეც ვლაპარაკობ, ეს მას მანდამდე მიიყვანა, რომ დაჭირდა და ამითი რა გვითხრა უფალმა, რომ იქიდანაც გამოგაბრუნებ და როგორც მოწყალე მამა მაინც მიგიღებ. მაგრამ თავარი წერტილი აქ რა არის? რა დაამარცხა უძღებმა შვილმა? საკუთარი სიმართლე მამის მიმართებაში, საკუთარი წმინდანობა მამის მიმართებაში, მე ვიცი ყველაფერი. აი ამ წერტილამდე სანამ არ მივა ნებისმიერი, თქვენთაგანი გახსოვდეთ, რომ ღმერთთან შემოbrunება არ ხდება, თქვენ ისევ თავქვეში ხართ. რაც არ უნდა ვიდგეთ აქ, ახსარება თქვა ეზია, რომ არ არსებობს ეგეთი რამე. სანამ აი ამაზე, ეგოიზმზე და ეგოისტობაზე, ამ პარტავნებაზე არ იტყვი უარს, მაშინ შემოbrunებული არ ახარ, ეზიარები, მაგრამ თავქვეში მიდიხარ. ყველაზე მთავარსაც გეტყვი. ის უძღებიშვილი რომ მოდიოდა, ეგრევე კი არ გაიქცა იმ ტალახში, ეგრევე კი არ ჩავარდა. ის ნორმალურადაც ცხოვრობდა.
ახსოვდა ჯერ მამის წიაღში რაც იყო და იქ გარეთაც ანუ რას გულისხმობ რომ ეკლესიურ რელიგიურიც იყო ის თავში განა არ იყო მერე დაივიწყა ეს ყველაფერი თუ რელიგიური ადამიანიც იყო გამოსვლი და მამის წიაღიდან გამოვიდა თუ არა ნელ-ნელა დაეცა და ჩავიდა მაგ მდგომარეობამდე ასევე ჩვენც რელიგიურები განა არა ვართ მაგრამ აი ეს წერტილი ყველაზე მთავარი წერტილი საკუთარ სიმართლეზე და საკუთარ პატივმოყვარეობაზე უარი თქვა აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი და ამ დროს ოდესაც ამაზე უარს იძახი აი მაშინ მოდის როგორი რამე ცით აი თითქოს თავისუფლება შემოდის აი სუნთქვაც კი ადამიანს აი ყველაზე უკეთესად ვიმემ რომ მკითხოს სათხარ ყველაზე უკეთესად ვარ წირვაზე რატომ იცით ანუ მთლიანად საკუთარი ეგო არის დათმობილი. ხვდები რომ არავინ არ ახარ საერთოდ. აი დამიჯერე წირვაზე, აი აქამდე, აი ეგ რო გამოვდივარ უკვე ძალიან ძნელი. ხან მინდა ხოლმე საერთოდ არ გამოვიდე, აი ვიჯდე იქ არ დასრულდება წირვა თქვენ სახში მეც დავჯდე იქ და 1.5 საათი ჩემთვის აი მადლმა რომელმაც რა მადლი შეიძლება იყოს, მაგრამ რაც არის ღმერთი როგორათაც მოვიდა, ეს შინაგანი მასთან ყოფობადში დავრჩემ მხოლოდ და მხოლოდ. აი აქ რო გამოვდივარ უკვე, აი რო ვლაპარაკობ. აი ეგ ძნელია, ეგ მიჭირს, აი ეს თავმდაბლობა შეინარჩუნო ადამიანმა, იქ რო დამდაბლდი. იქ რომ არავინ არ იყავი. იქ რომ ღმერთი იყო ყველაფერი შემწირველი, შეწირული, შემწყნარებელიც, მიმცემელიც, ყველაფერი ქრისტე იყო და დგეხარ უბრალოდ და ხვდები რომ ანუ გამდაბლებს უფალი. არავინ არ ხარ შენ, მამა გიორგი, არავინ არ ხარ ეხლა, ხო იცი, ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, შენ როგორი მღვდელი იქნები წირვაზე, რომ ამითი ან მიიღებ ამ მადლს, ან არ მიიღებ. და ყველაზე უკეთესად უფალი მანდ მოდის, მაგრამ გამოხვალ თუ არა გარეთ, ოდესაც მე და თქვენ ვეჯახებით ერთმანეთს აი აქ უკვე ჭიდაობას ვიწყებთ მე უფრო მართალი ვარ თუ თქვენ უფრო მართალი ხართ და დაბალგონებრიობა საერთოდ არ არის ჩვენში და ეს შემოbrunება მეტანოია ფერისცვალება რასაც ვეძახით ხოლმე სინანული ეს ამ დროს ხდება ეს არის წერტილი საკუთარ ეგოზე და სიმართლეზე უარის თქმა სხვა სინანული არ გექნებათ დამიჯერეთ ყოველთვის იქნებით როგორ იცი იმაზე უკეთესი ხო ვარ იმაზე უკეთესი ხო არ ანაერად მე რა უნდა შევინანო კაცო გადახედეთ სამყაროს რა ხდება გაგიჟდა სამყარო და მე მთხოვთ იმასა რომ სინანული მქონდეს და საკუთარ სიმართლეზე უარი ვთქვა უფალი გვეუბნება თითქოს გაჩუნდი ნახეთ ცოტა ხანი გაჩუნდი მინდა რაღაცა გითხრა და გაჩუნდი ჩვენი ფიქრები და აზრები როგორც აი ამიტოა დღეს უამრავი ადამიანი უკვე ფსიქიკა შერყეული არის უამრავი ადამიანი ზის იმაზე რა ქვია ფსიქოტროპულ იმებზე წამლებზე ანტიდეპრესანტებზე რატო გონება ისე მუშაობს ამ ეგოიზმმა და ამ ამპარტავნებამ ყველაფერს განიხილავს იქ მოკლედ სოციალურმა ქსელებმა დააჩქარა ეს ყველაფერი და უფალი გეუნება დაახლოებით გაჩუნდი ცოტა ხანი რა გონება გააჩერე დაადუმე გონება რაღაცა მინდა გითხრა სიმართლე მინდა გითხრა ადაგას მე ვიცი სიმართლე შენ რა იცი უფალო სიმართლე მე ვიცი მე უკვე ჭეშმარიტებაში ვარ აღა უნდა მასწავლო მეტი და არა და უფალი გეუნება თქვი ამ შენ სიმართლეზე უარ და ცოტა ხანი გაჩუნდი ცოტა ხანი დადუმდი ცოტა ხანი გაჩერდი რაღაცა მინდა განიშნო რაღაცა მინდა გითხრა რაღაცასკენ მინდა მოგიწოდო ჩვენ მოკლედ ისევ ჩვენი ფიქრები იმაზე ოჯახის წევრებზე იმაზე ამაზე მოკლედ ყველაფერზე ფიქრობს ადამიანი რაც მართებულია და რაც არა მართებული და ღმერთიც არ ეხება ადამიანს გადახედეთ აქაც როცა დგეხართ თქვენ ფიქრებს გადახედეთ უბრალოდ წირვაზე რო დგეხართ რაზე ფიქრობთ იქაც არ ჩერდება თქვენი გონება იქაც კი ვერ ახერხებს იმას რომ ღმერთს დაუთმოს იქაც კი ვერ ახერხებს რომ იმაზე ვიფიქრო რომ ვაიმე დედა მოკლედ მოურჩი ამ ჩემ სიმართლეებზე ამ ჩემ ოჯახის წევრებზე ყველაფერზე უბრალოდ გავჩუნდე ცოტა ხანი გონება დავადუმო რომ უფალო მითხარ იქნებ რამე გინდა რომ მითხრა არა ესე ტრიალებს ადამიანის გონება ამ პარტავნებით ეგოიზმით პატივმოყვარეობით შეპყრობილი გონება ჩვეულებრივი ეშმაკეული შეპყრობილი გონება
Ხაცას გონია ეს ისე იგი რაღაცა ბოროტის ზემოქმედება აუცილებლად ადამიანი ტაძრის იმაში სივრცეში უნდა დაეცეს და კვეთებულებზე რო ახომე ფართხალებდეს და ეგ არის ეშმაკეული ადამიანი, ჩვეულებრივი ეშმაკეული ადამიანი, რომელსაც საკუთარი პატივმოყვარეობით არის შეპყრობილი. ოღონ ჩუმად ის უარესია, ის განიკურნება მაინც, მაგრამ შენ შეიძლება მთელი ცხოვრება ასე იცხოვრო და არც კი შემოbrunდე და არც კი განიკურნო. საკუთარ პატივმოყვარეობაში და აი ბოლო წერტილი როდესაც დადგება გარდაცვალების დრო, აი მაშინ ეს პატივმოყვარეობა ყველაფერი აქ რჩება. გეტყვიან მამა გიორგი, всё, მორჩა, დამთავრდა შენი ქადაგებები, დამთავრდა შენი სიმართლის თქმები, დამთავრდა ვიღაცის სწავლება, დამთავრდა შენი სიჭკვიანე, ყველაფერი დამთავრდა, აქ რჩება. დამთავრდა ყველაფერი, მოდიხარ იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სიმართლეზე უარის მთქმელები კვიდრობენ. სადაც მეიციმე მთელი ცხოვრება, რომ ამ პარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. ვიცი რომ იქ მოვდივარ იქ სადაც სიმდაბლეა და გადახედეთ საკუთარ სიმდაბლეს. ნუ ფიქრობთ რომ სიმდაბლე ეს არის რომ სადღაც 2 წუთით ან 2 წამით ხოლმე აი ცოდვილი ადამიანი ღმერთთანაც რაღაც ლოცვებს კითხულობ ვითომ და არაფერი რა ის სიმდაბლე, იმიტომ არც იცი რა სიმდაბლე. არც წაგიკითხავს მამათა გამოცდილება არ იცი რა არის სიმდაბლე. ჭამ სვავ ჩვეულებრივ ყოველ დღე უბრალოდ განსხვავება ისაა რომ ლოცვებს კითხულობს შენ და ვიღაცა არ კითხულობს და კვირა დღეს ვიღაცა ბაღში მიდის და შენ ტაძარში მოდიხარ. ისიც იგივე ამპარტავანია და შენ უარესი ამპარტავანი ხარ, იმიტომ რომ გარეთ რო გადიხარ მე შენ რო ტაძარში არ დადიხარ ესე რა თქმა უნდა ეს სათქმელია, მაგრამ შენ გულში ჩაიხედე აბა. შენ გულში ჩაიხედე ეს ეგო რო უთხრა ადამიანს რომ ამ დროს გაჩუმდი ვერ ჩუმდება, იცი? ადამიანი ვერ ჩუმდება. აი მე ჩემ თავიდან გეტყვი, როდესაც აი ბავშვებთან ან მეუღლესთან მქონია რომ რაღაცაზე ველაპარაკები ესე და იმდენად შინაგანად მართალი მგონია თავი, რო უთქვამს გვერდით ვინმეს რომ კაი გამშვიდი, გაჩერდი 1 წუთი, ვერ ჩერდები. რანაირად კაცო? მე ხო სიმართლე აი ესე ვარ შეპყრობილი ყველანი. უბრალოდ საშუალება არ გვეძლევა ამის, თორე დააკვირდით საკუთარ თავს. ვიღაცას არ გეძლევა მაგის საშუალება, რომ ვინმემ რომ მოგცეს, მაგის საშუალება და ვინმემ ძალაუფლება ჩაგიგდოს ხელში, შეიძლება შენზე უფრო დიდი ამპარტავანი და შენზე უფრო დიდი ზემოდან მხედველი არ იყოს არსად. გადაასწრებ ყველას და ყველაფერს. აი ეს წერტილი როდესაც მოხდება, მივიდეთ ბოლოში. წერტილი როდესაც ეს მოხდება, აი მერე იწყება ძალიან რთული პროცესი პირველი, იცოდეთ. ძალიან მტკივნეული პროცესი, ამიტომ ძალიან ძნელია მაგ ყველაფერზე უარი თქვა. თან იმდენი წელი იცხოვრე ეგრე. იმდენი დღეები გაატარე მაგ სიმართლი და შენი წმინდა ფიქრებით. და შენი წმინდა წარმოდგენებით სამყაროზე, ადამიანზე თუ როგორ უნდა ისეთი 64 აშენი ამ წუთის სოფელში, ისეთი სახლი აშენე, რომ გეუნებიან ეგ ყველაფერი უნდა დაინგრეს. აი ამ დროს იწყება საკუთარი აშენებულის, აი სახლი რო გაქვს აშენებული და ვინმე რომ მიადგეს მტერი და სათითაოდ რო ურტყავს და ანგრევს. აი ეს ინგრევა შენი პატივმოყვარეობა. იწყება ეს პროცესი და ძალიან ძნელი პროცესი. აი ესე იყო უძღებიშვილი, ანუ დაეცა ბოლომდე და ბოლოს რა თქვა, აი რო უკვე გაუსაძლისია მდგომარეობა, თქვა რომ ანუ გაიხსენა მამის წიაღ, რომ იქო ჩემზე მეტი აქვსო, არა მხოლოდ შვილსაო, არამედ მუშაკებსაც კი ჩემზე მეტი აქვთ. ეს გახსენება რა არის ცით? ხდელი თუ როდის მეიტყვის რომ აი ის მრევლი რო არის ახსარებას რომ აბარებს, ჩემზე დიდია სულიერებაში. იქ რომ სასულიერო პირი ან მაღალი იერარქი იტყვის რომ აი მე არ მაქვს სარწმუნება, რო არ შერწხვება იმისა რომ რა მოხდა არ გაქვს მერე რა. წინაზეც გითხარით და გახარებული ვიყავით ხო ერთ-ერთმა ჩვენმა მღვდელმთავარმა რო პირდაპირ თქვა წირვაზე ვიდექიო და ჩემ თავს დაუსკითხავ, აუცებ რაღაცა მოვიდაო და აბა ეხა შენ გწამსო.
ღმერთი გწამს მართლა მარადიული ცხოვრება, სასუფეველი გწამსო და დავპატარავდიო. ნახე რა მოხდა მაშინ, საკუთარი სიმართლე დაუწია თუ არა და ღმერთის შემოშვება დაიწყო, დაინგრა იმ წუთში მისი ყველაფერი. იმიტომ რომ არც ქუდი, არც ჯვარი, არც ეს შესამოსელი, არც კვერთხი, არც ლამაზ-ლამაზი შესამოსლები და ისინი არ განსაზღვრავს ადამიანის სარწმუნოების სიმაღლეს, არ განსაზღვრავს, არა. აი სადღაც კუთხეში მდგარი ვიღაცა შეიძლება რომელზეც ეხლა საუბრობ და საკუთარ მეზე, საკუთარ ნებაზე ნათქვამი აქვს მართლა მამაო ჩვენოზე რომ უფალო იყოს ნება შენი, ჩემი არა, საკუთარ ნების მოყვეთა შეუძლია. აი ის არის ყველაზე დიდი ქრისტიანი და ის არის რომელსაც შეუძლია საკუთარი სული გადაირჩინოს. და ჩვენ რაც მეტი გვაქვს ეს, უფრო მეტი გარეგნული ის გვაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაზე მეტი უძღებები ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააქვს, სიმდიდრეა, სიმდიდრეს ასგულისხმობ არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ ამავე დროს ფიზიკურსაც, არამედ სულიერსა, შიგნით მეტი მოგვეცა და მეტი მოგვეთხოვება. და როდესაც ეს ეგოს მსხრევის პროცესი მიდის და დაინგრევა, აი რა გითხრა ახლა, იწყება მარხვა და ცისკარზე უკვე იგალობება ასეთი საგალობები. ეკლესია გალობს, ანუ ეკლესიის სახით ჩვენ უნდა ვგალობდეთ პიროვნულად, მე თვითონ უნდა გალობდე. სწრაფლ განუხვენ, ანუ სწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი, სულსა ჩემსა ცხოვრების მომცემელი. ძალიან სწრაფად გევედრები, სწრაფად განუხვენ სინანულის ბჭენი, ჩემს სულს ცხოვრების მომცემელი. და გახსენდება ლუკა მახარებლის მე-15 თავის 9 მუხლში იყოს სიხარული დიდი წინაში ანგელოსთა ერთსა ზედა მონანულსა და მოქცეულსა ზედა. ანუ ზეცა ხარობს. ზეცა რაითი ხარობს, იცით? აი ხა თქვენს გულში თო ვინმესი ეგოიზმი იმსხრევა. ზეცა ამას უყურებს. უფალი იმას კი არ უყურებს, რომ აქ დგეხარ ახლა წირვაზე. უფალი არც იმას უყურებს, რომ შენ ეზიარე დღეს. უფალი არ უყურებს ამას, უფალი უყურება შენს გულში, ვინც დღეს ეზიარე და გეუნება, შენი ეგოიზმი დამარცხდა. შენი მე დამარცხდა, შენი ნება უარყოფილი იქნა. ღვთის ნებამ გაიმარჯვა შენში. აი ამას უყურებს ჩვენ ყველა ჩვენთაგანში. რამდენი რამის თქმა არის შესაძლებელი და აუცილებელი. შორეული ქვეყანა და მისი ბატონები, იცოდეთ, ეს არის ამაწუთი სოფლის ძლიერები, რომლებიც აი ამ პატივმოყვარეობაში ცხოვრობენ თვითონ და თქვენც ამისკენ მოგიწოდებენ, იცოდეთ და გახსოვდეთ. აი ამ წუთი სოფლის მარ პირველ რიგში ბოროტის სული, რომელიც პირველი ამპარტავანი არის და პირველი მიამბოხი არის ღმერთისა და პირველი ეგოისტი არის და მისი სულის კვეთებით აი ამას სოფლის დიდნი, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც მოკლედ რავი რა გითხრათ, ხო იყო მონათფლობელობის პერიოდი. ადამიანები აი გახსოვთ როგორ ექსპლუატაციაში იყვნენ. დამიჯერეთ დღეს უარეს ექსპლუატაციაშია ადამიანი. უარეს ექსპლუატაციაშია თუ შევადარებთ იმას, რასაც ისინი იღებენ ჩვენგან, რას გაძლევენ. თანხაზე არა მაქვს ლაპარაკი. თქვენს ცხოვრებისეულ რესურსზე მაქვს ლაპარაკი. სულის, გონების, გულის ძალებს, დროს, ენერგიას, ყველაფერს აი ესე როგორ გითხრათ, აი იღებენ ყველაფერს თქვენგან და გროშებს გიბრუნებენ უკან. და ჩვენც ყველაზე დიდი დამონებული და მონათქცეული ადამიანები ეს მე კი არ ვიძახი იმას, მე ფიზიკურს არ გულისხმობ. შეიძლება ადამიანმა იმუშაო, შეიძლება ადამიანმა საკუთარი ოჯახისთვის თავი გაწირო და ლუკმა პურისთვის იმუშაო, ამას არ გულისხმობ. მაგრამ აი ამ თავისუფლებაში დარჩე. აი ამ სიხარულში დარჩე, არასოდეს ეს არ დათმო, არასოდეს გული არ დათმო, არასოდეს მათ წესებს და მათ რაღაცა გარკვეულწილად მათ იდეების თანამონაწილე არ გახდა. დღეს ყველაზე მეტი წაიღეს, მეტი მიაქვთ,
აი შორ ქვეყანისო, რო იძახ შორ ქვეყანაში წავიდაო და იმ შორ ქვეყანაში ვისთანაც სამუშაო დადგა, აი ესენი არიან დღევანდელი, ისე იგი ამას სოფლის დიდნი და მათ შორის დავასახელებ რამოდენიმეს, რომლებიც სისხლს სწოვენ დღევანდელ საზოგადოებას და ზოგადად ადამიანს. პირველი ეს არის ბანკები, რომლებსაც არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკური რესურსი მიაქვთ, არამედ მთელი ნერვიულობა მიაქვთ ადამიანებს, იმხელა ღმერთთან ყოფნა უჭირს ადამიანს. რამდენი ადამიანია, რომ წირვაზე მოსვლა უნდა და კვირა დღესაც კი მუშაობს, აი ამ რომ გაუმაძღარი ესე რო ვთქვა, სულის კვეთების გამო, პიროვნებებს არ ვეხები. ღმერთმა გვიშველოს და უძღები შვილებივით ყველა მოგვატრიალოს. პიროვნებებს არ ვეხებ, მე ვიძახი სისტემას თვითონ. ან მეორე, ფარმაცევტიული ისინი დღეს ყველაფერს იღებენ ადამიანისგან. დროს, ენერგიას, ყველაფერს. აი ეს არის და მე ვარდები ადამიანი აი ამათ ზემოქმედებაში, ვარდები ამათ იმაში კიდე ბევრი შეიძლება ჩამოთვალო, ბევრი. გადმოგიგდებენ რაღაც გროშს ესე რო ვთქვათ, მაგრამ ფასიც არ ღირს იმისა, იმხელა ნანერვიულები და იმდენი რამე გაცემული. კიდე გეუბნება არ გულისხმობ ფიზიკურ სამუშაოს. გულისხმობ შიგნით ენერგია ყველაფერი დაცლილია ადამიანში. და დღეს სიხარულით იძახიან და ადამიანები კიდე იბრძვიან მაგისთვის. საოცარი რა არის იცი? გონებაზე ხო მოეგო ადამიანი, რომ ეს არ ვარგა. რეუნები თან ადამიანს ესე არა და პირიქით ადამიანები მათთვის იბრძვიან კიდე. მათთვის იბრძვიან, რომ უფრო მეტი იმაში, რა ქვია, მონობაში აღმოჩნდა. მამის წიაღი, საყვარელი, საოცარი წიაღია ჩვენი ყველათაგანის საოცარი გარემო, სადაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლები გავხდეთ მართლა, ოღონდაც უარი ვთქვათ, უარი უნდა თქვა მართლა ადამიანმა იმაზე, რაც ამაში ხელს გიშლის. ჩვენ ვთამაშობთ სამწუხაროდ, ქრისტიანობანას ვთამაშობთ, ჩვენ ღმერთსაც ვეთამაშებთ. საკუთარ თავს ხო ვეთამაშებით, ზოგადად რწმენას ხო ვეთამაშებით და ასევე ღმერთსაც ვეთამაშებით. ხან ესია, ხან ისია. ხან მინდა რაღაც, ხან არ მინდა რაღაც. ხან ისიც მინდა, ისიც მინდა, ყველაფერი უნდა ადამიანს. დასვით კითხვა ბოლო-ბოლო რა გინდა? თუ მამის წიაღში ყოფნა გინდათ, მაშინ შეეცადეთ ის თვისებები, რაც არის, ისინი შეიძინო. იმიტომ რომ სხვა კითხვას მაშინ ყველაზე უბედურები იქნებ, პავლე მოციქული იძახის, თუ მე რწმენა არ მექნება, ყველაზე უბედური მე ვიქნებიო, რატო? იმიტომ რომ აქ ვარ, რაღაცებზე უარს ვიძახი, სიამოვნებაზე, იმაზე, ამაზე, ყველაფერზე უარს ვიძახი და ამავე დროს თან რწმენაც არ არის და ისმის კითხვა რაღაცზე იძახი ამ ყველაფერზე უარს. გარეთ რო არიან ისინი ხო უფრო ბედნიერები არიან, შენ გადიხარ აქედან და გშურს. ვიღაცას მეტი ფული აქვს, ვიღაცას მეტი დაფასება აქვს, ვიღაცა თანამდებობაზეა, ვიღაცას კარგი სახლი აიშენა, ვიღაცა და გშურს ჩვეულებრივ. ის გინდა შენ და აქ სხვა რამეა, აქ გინდა თუ იქ გინდა. ამ სახლს აშენებ თუ იმ სახლს აშენებ. ოდა უბედურებია, დადის ქრისტიანი ადამიანი უბედურია, იმაში ისე იგი წელიწადში ნახევარ წელიწადზე მეტი მარხვა. წელიწადში უფრო მეტი დღე მარხვებია, ვიდრე ხსნილია. საჭმელზე უარს იძახი, ყველაფერზე უარს იძახი, ახლა გეუნებიან, ამაზე უარი თქვი, იმაზე უარი თქვი და რისთვის იძახით ამ ყველაფერზე უარს? ისვავთ კითხვას, რისთვის იძახით? ღმერთმა ტანჯვისთვის კი არ გაგაჩინა, სიხარულისთვის გაგაჩინა და ამაზე რომ უარს იძახი, უნდა გიხაროდეს და რა უნდა გიხაროდეს? საკუთარ ეგოიზმს რო დაამარცხებ, უნდა გიხაროდეს, რანაირად უნდა გიხაროდეს? ვიღაცამ რო რაღაცა გითხარა, რო აპატიებ, უნდა გიხაროდეს, როგორ უნდა გიხაროდეს?
ოჯახში რძალმა რო რაღაცა გითხრა, ან პირიქითა დედამთილს რო რძალმა და კიდე ასე შემდეგ, ისე იგი სიდერი და სიძემ და დაახლო ესეთი რაღაცები რო ავიღოთ. ვიმემ რო რამე გითხრა და გაგაბრაზა, უნდა მოითმინო და ისმის კითხვა რატო უნდა მოითმინო? ითმენ ზიხარ და უბედური ხარ. ზიხარ და ქრისტიანობით უბედური ხარ, იმიტომ რომ თუ მოითმინე, ვაიმე, შიგნით იგლიჯები ადამიანი და ამიტომ გირჩენია გამოიტანო ეს ყველაფერი გარე და სათქმელიც უთხრა და უარესიც უთხრა. დღეს ადამიანი ეკლესიაშია და უბედურია, რატო? იმიტომ რომ თავარს გეუნებით არ ვეძებ. სიმდაბლეში სიხარულს არ ვეძებთ, მოთმინებაში სიხარულს არ ვეძებთ, მორჩილებაში სიხარულს არ ვეძებთ, სიმშვიდეში სიხარულს არ ვეძებთ, იმიტომ რომ ამ გაშმაგებულ სამყაროში რა დროს ეგარი, მამო? და მამაურაშუაშია ღმერთო, რა დროს ეგარი? მორწმუნე ხარ ადამიანი და უბედური ხარ, ეს არის ყველაზე საშინელება. ერთმა მოგცეს ამის ძალა ამ მარხვის ასპარეში. დამიჯერეთ, ტყუილი იქნება ყველაფერი. ახლა კრიტელის კანონიც იქნება. შენდობასაც ვთხოვთ ერთმანეთს, მაგრამ ვინ როგორ და რანაირად, ვინ წესის გამო და ვინ უბრალოდ მართლა გულიდან მომდინარე იქნება. მრავალი ლიტურგიაც იქნება ღვთისშეწევნით და ალბათ ყველანი ვეზიარებით. მაგრამ ისმის კითხვა ბოლოს ამ ჩვენ ეგოიზმზე უარს როდისმე ვიტყვით? არ ვიცი. ერთმა უძღებიშვილივით გამოაბრუნოს ჩვენი გონება, სული, გული, სხეული და მისი ძალები აღადგინოს და დაგვაბრუნოს მამის წიაღში და განუშორებლად გვამყოფოს მამის წიაღში აწ და უკუნისამდე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.